ვიწყებთ დღევანდელ გამოშვებას, დილის მონეტიზაციას, ძალიან საინტერესო თემებით, ესე იგი, საგადასახადო დავალიანების თამდევი რისკების მართვა, თემატიკა, რომელიც ჩვენ მიმდინარე კვირაში დავიწყეთ და შესაბამისად, მოკლედ ამ თემატიკას გავშლით კიდევ დღეს უფრო ვრცელ ფორმატში და ვისაუბრებთ ჩვენი გადაცემის სტუმრებთან. სხვათა შორის ძალიან კარგი რეზონანსი მოჰყვა აი ამ თემატიკას, რომელიც ჩვენ გასულ კვირაში გავშალეთ. და მთელი საკითხების სპექტრი, რაც გვინდა რომ ამ შემთხვევაში ანალიტიკურ ფორმატში კიდევ ერთხელ დავამატოთ, აი ზუსტად დღეს არის ამ ყველაფრის შესაძლებლობა. პირდაპირ ეთერში მინდა მივესალმოთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრებს, ბატონი ზურაბ ძნელაშვილი არის ჩვენთან ერთად, იურიდიული კომპანია Tax and Legal Solutions-ის მმართველი პარტნიორი და საგადასახადო იურისტი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და ასევე სხვათა შორის ინიციატორი ამ თემის, ჩვენი პარტნიორი Grant Thornton საქართველოს, რომელიც ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციით, ანალიტიკით გვამარაგებს ხოლმე და ზუსტად Grant Thornton საქართველოს არის ამ თემის ინიციატორი ჩვენს პირდაპირ ეთერში და მე მინდა მივესალმო ქეთევან ღამბაშიძეს, რომელიც Grant Thornton საქართველოს საგადასახადო მიმართულების დირექტორი გახლავთ. მოგესალმებით ქეთევან, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. სხვათა შორის, აი ხა მე როდესაც გავიხსენე ჩვენი წინა საუბარი, მაშინ ბევრი საკითხი დაგვრჩა, გასავლელი და დღეს გვაქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ ვრცელ ფორმატში, დილის ენერგიულ ფორმატში, კიდევ ერთხელ ტონუსში ვამყოფოთ ჩვენი მრავალრიცხოვანი პუბლიკა და მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის ჭრილში და დღეს ქრონომეტრაჟით გვაძლევს ამ ყველაფრის შესაძლებლობებს. კეთი, პირველი კითხვით გადმოვალ თქვენთან და გავაკეთოთ ერთგვარი აპდეიტი დღევანდელი თემის და შემდეგ უკვე განვავრცოთ ის მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომელიც აი ამ საგადასახადო რისკების მენეჯმენტს უკავშირდება საბოლოო ჯამში. გისმენთ ყურადღებით. დილამშვიდობის და გისმენთ ყურადღებით. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ დილამშვიდობის თქვენს და ჩვენს ტელემაყურებელს, წარმატებულ და ბედნიერ დღეს ვუსურვებ ყველას. კი ბატონო, შევაჯამოთ, რაზე ვისაუბრეთ და რატომ გვინდოდა რომ აუცილებლად გაგვეგრძელებინა და შეგვევსო ეს თემა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საკითხი იყო განუხილველად დარჩენილი და ვერ დავტოვებდით ისევ. ჩვენ ვსაუბრობდით საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებულ რისკებთან, რა სახის რისკები შეიძლება იყოს ეს, როგორ უნდა ვმართოთ ეს რისკები, რა უნდა გავაანალიზოთ. ვისაუბრეთ იმაზე თუ რა არის ზოგადად საგადასახადო დავალიანება, რა წარმოშობს ამ დავალიანებას, რისკები როგორც ფინანსური, ასევე რეპუტაციულიც ვახსენეთ მათ შორის. და ვთქვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გაკეთდეს ანალიზი, სანამ რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება გაკეთებული, ხო? ვთქვით, რა უზრუნველყოფის გადახდებინების უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება ჩაირთოს აღნიშნული დავალიანების არსებობის პროცესში უკვე. ვთქვით, რომ იგივე საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა, ყადაღა დადებული როგორ პრობლემებს შეიძლება ქმნიდეს თავის ბუნებიდან და არსიდან გამომდინარე. ვთქვით, იმაზე დავიწყეთ თემა იმასთან დაკავშირებით, რომ ეგრეთ წოდებული ამნისტია ვახსენეთ, ანუ ჩამოწერასთან დაკავშირებით რა მოლოდინები შეიძლება იყოს, როგორი შეხედულება გვაქვს ხანდაზმულობასთან მიმართებაში და ასევე იმასთან დაკავშირებით, როდესაც ხდება ხელოვნურად ვადის გაწელვა, ასე ვთქვათ, გასაჩივრება იგივე საკითხების, რომელიც თავდაპირველად ვიცით, რომ სწორად არის დარიცხული და ნამდვილად არ იქნება დამთავრებული სასიკეთოდ გადამხდელისთვის და ფაქტობრივად გავჩერდით გრაფიკის ნაწილზე, რაზედაც აი ძალიან მინდა რომ დღეს მე და ზურა ვიმსჯელოთ ამ თემასთან დაკავშირებით, როგორც მოგვედი პრაქტიკოსები ამ ნაწილში და კითხვით ზურასთან გადავალ, ანუ გრაფიკზე რომ გავჩერდით, რა შეგვიძლია ვთქვათ, შევთავაზოთ, იმიტომ რომ გვესმის რომ ყველა შეიძლება ვერ მიდიოდეს იგივე საგადასახადო კონსულტანტთან ამ პროცესში, მაგრამ თვითონ გადამხდელს, ანუ კომპანიის ხელმძღვანელობას რომ ესმოდეს, რასთან აქვს საქმე და რითი შეიძლება ისარგებლოს კანონის ფარგლებში. დიდი მადლობა. კი ბატონო, ესე იგი, როდესაც საგადასახადო დავალიანება აქვს კომპანიას და ვერ ახერხებს მის გადახდას, თავიდან რომ აიცილოს ეს უზრუნველყოფის ღონისძიებები და ეს ტვირთი, რაც მას მოყვება, ხო, მას აქვს ძალიან კარგი მექანიზმი შემუშავებული ჩვენ საგადასახადო სისტემას, ეს არის გადავადება საგადასახადო დავალიანების გადახდებინების, ანუ ეგრეთ წოდებული გრაფიკი. ადრე ჩვენ ქონდა კიდე რესტრუქტურიზაციაც გემახსოვრებას, ანუ საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მექანიზმიც არსებობდა, თუმცა ეს უკვე შარშანდელი წინან გაუქმებული არის რესტრუქტურიზაციის მექანიზმი და უკვე დაგვრჩა დღეს ერთადერთი ეს არის გრაფიკი, ანუ ერთგვარი გადავადება დროში განაწილება, როგორც ბანკში რომ მიდიხარ და აკეთებ თქვა დავალიანების გრაფიკს, იგივე არის საგადასახადოსთან
მიმართებაშიც. მას აქვს ორი სპეციფიკა. ერთი რომ მხოლოდ აღიარებულ დავალიანებაზე ფორმდება, ანუ თუ დაავობ მაგალითად, მაშინ გრაფიკს ვერ გააფორმებ, ხო, ჯერ უნდა გადაწყდეს ეს სწორია თუ არა დარიცხვა, აღიარება უნდა მოხდეს ამ დავალიანების და შემდეგ უკვე შეგიძლიათ მიბრძანდეს, ანუ მისვლა აღარც გინდათ პირიქით ელექტრონულად ხდება უკვე გაკეთება ამ განცხადებისაც და გრაფიკისაც. და მას მეორე სპეციფიკა ის აქვს, რომ თანხაში არ არის შეზღუდული, შეიძლება მილიონი ლარის გადავადება გააკეთო, უბრალოდ 3 წლამდე ვადით ხდება გადავადება, ან დროში არის შეზღუდული. 3 წელზე მეტი ვადით აღარ კანონმდებლობა არ უშვებს. ანუ ისე აღიარებულ დავალიანება შეგვიძლია 3 წლამდე ვადით გადავავადოთ ნებისმიერი ოდენობის, მაგრამ ამას აქვს თავისი პლუსები და მინუსები. ნუ მინუსი არის ის უარყოფითი მხარე ის არის, რომ საურავი ერიცხება ამ პერიოდში, 3 წლამდე პერიოდში, მაგალითად შენ რომ დღეს დავალიანება გერი გაქვს და არიხდი და თქვა გაცდიან, საურავი მაინც გერიცხება. ხო, უბრალოდ გაცდიან იმას ნიშნავს, რომ იძულებით ღონისძიებებს არ ატარებენ ამ პერიოდში, თქვა ყადაღას არ გადებენ, ინკასოს არ გადებენ. მაგრამ ნუ დადებითი მხარე ის არის, რომ შენ გაძლება შესაძლებლობა, რომ აი ეს ტვირთი რაც არის, ხო, რომ თქვა ინკასოს ტვირთი, ყადაღის ტვირთი აიცილე თავიდან, უბრალოდ გირავნობა იპოთეკა მაინც გექნება, მაგრამ გირავნობა იპოთეკა ოპერირებაში არ უშლის დიდად ხელს ბიზნესს და შეგიძლია 3 წლის განმავლობაში აი ამ გრაფიკით ისარგებლო. ხო, ნუ ძალიან საინტერესოა. კი, გედი ბრძანეთ. თუ რა მინდა ისიც ვახსენოთ, რომ ასეთი გრაფიკის არსებობის შემთხვევაში უპირობოდ აუცილებელი არის ზედმიწევნით დაცვა გადახდის. ანუ ერთი დღის გადაცილებაც კი არ ნიშნავს რაიმე საურავის დარიცხვას ან ჯარიმეს როგორც ბანკში. უბრალოდ გრაფიკი უქმდება ამ შემთხვევაში და გადავდივართ იმაზე, რომ ისევ დასაწყისში ვრუნდებით, ფაქტობრივად შეიძლება ჩაირთოს ისევ უზრუნველყოფის ღონისძიებები, ან თავიდან უნდა დაიწყოს პროცესი გრაფიკზე შეთანხმების. ხო, ნუ აი ეს არის რეალურად, ეს სწორი ნიუანსი არის აბსოლუტურად, რომ ანუ რეალურად ბიზნესმა უნდა დაიჭიროს სწორი თადარიგი და სწორად გააკეთოს ამ შემთხვევაში მენეჯმენტი გარკვეული პროცესებისა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მე ყოველთვის ხალხს უსვავ, დღევანდელი საგადასახადო მექანიზმი ეს არ არის არც კაბალური, არც ჩემ პირად მოსაზრებას ვაფიქსირებ, ეს არ არის რაღაც არც სადამსჯელო მექანიზმი და ასე შემდეგ, უბრალოდ ყოველთვის უნდა ჩამოვაყალიბოთ და გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი მოცემულობა, რომ კარგ მთქმელს კარგი გამგონი ჭირდება და უნდა არსებობდეს მათ შორის იურიდიული პრეფერენციებიც მორგებული ისე, რომ ძალიან მარტივად გავამარტივოთ პროცესები და ასე შემდეგ. აი, ყადაღაზე მინდა რომ განსაკუთრებით აი კონცენტრირდეთ საბოლოო ჯამში აი ყადაღის დადების შემდეგ. და აი ეს ნაწილიც ახლა ძალიან ბევრს აინტერესებს და სხვადასხვა აი კითხვების ნაწილიც ამაზე წამოვიდა ძალიან დიდი დოზით ჩვენი წინა ეთერის შემდეგ. აი, ყადაღის მოხსნის რა პრეფერენციები არსებობს საბოლოო ჯამში და გარკვეულწილად აი აქ რა ტიპის რეკომენდაციები შეიძლება გავცეთ. კი ბატონო, ყადაღა ერთ-ერთი უზრუნველყოფის ღონისძიება არის, იცით, გადახდებინების საკითხი დავალების გადახდებინების უზრუნველყოფის ღონისძიება. პირველი ზოგადი საფუძველი რა დროსაც ნებისმიერი უზრუნველყოფის ღონისძიება, მათ შორის ყადაღაც უქმდება, ეს არის დავალიანების გაუქმება. კანონში წერია, რომ დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება უზრუნველყოფის ღონისძიება. ეხლა დავალიანების გაუქმებაში რა უნდა ვიგულისხმოთ? დაფარვა პირველ რიგში, თქვათ, როდესაც შევთქვათ ფარავ დავალიანებას, მეორე თუ მოგიწია რა ამინისტია და ჩამოგეწერა დავალიანება, ანუ განულდა დავალიანება და ნუ მესამე თუ გაასაჩივრა და სასამართლომ უკანონო ცნო. მოკლედ, დავალიანების გაუქმებაში სამივე შეიძლება ვიგულისხმოთ რა, მთავარია დავალიანება განულდეს. მაგრამ თქვენ ალბათ უფრო გაინტერესებთ, თორსა ვალი გაქვს და ყადაღა აღარ გინდა რომ გქონდეს. პარალელურად ეგ არის ყველაზე როგორც წესი, ყველაზე კაი. ვალი რო არ გაქვს და ყადაღა რო არ გადის, ამაში ბუნებრივია, ხო, ხა სამართალია როგორი არ არის. ასეთი სამი მექანიზმი გვაქვს ჩვენ. პირველი ეს არის გრაფიკის გაფორმების შემთხვევაში, როდესაც წეღარაზეც ვისაუბრეთ, გრაფიკს აფორმებ, ავტომატურად უქმდება ყველა უზრუნველყოფის ღონისძიება გრაფიკის პერიოდში, ნუ გარდა გირევნობა იპოთეკისა. ან ყადაღა და ინკასო, რომელიც არის აღიარებული დავალიანების თამდევი კომპონენტები, როგორც კი ვალი აღიარდება, ესენი აუცილებლად გვექნება, უნდა ვიცოდეთ, მაგრამ თუ გრაფიკს გავაფორმებთ, ანუ გვაცდის უკვე სახელმწიფო, ხო, ახლა რას ნიშნავს, რომ მე თუ გადახდის ვადაზე, განსხვავებულ ვადაზე შევთანხმდით მე და თქვენ, ხო, ანუ გუშინ კი არ უნდა გადამიხადო, არამედ 2 წლის განმავლობაში უნდა ვიხადო. ცხადია მე აღარ დაგახჭობს არავინ, აღარ ქონებას გაგიყიდის და აღარ თანხაც არ ჩამოგაწერს საბანკო ანგარიშთან. ანუ პირველი ეს გრაფიკის გაფორმების დროს, მეორე საგადასახადო შეთანხმების გაფორმების დროს, წინა ეთერში ვისაუბრეთ საგადასახადო შეთანხმებაზე, აქაც იგივე ლოგიკაა ზუსტად, რახან გადახდის ვადაზე ვთანხმდებით, რომ განსხვავებულ გადახდის ვადაზე გელოდება სახელმწიფო და გაცდის ამ პერიოდში, რომ შენ შეასრულო შენი ვალდებულები. ყადაღა, ინკასო უქმდება მაგ პერიოდშიც. და მესამე ეს არის სრული დისკრეცია არის ფინანსთა მინისტრის და შემოსავლების სამსახურის უფროსის, აი ამ მხოლოდ ამ ორ პირს აქვს ამ დისკრეციის გამოყენების უფლება, როდესაც მიზანშეწონილობის მოტივით ხდება გაუქმება უზრუნველყოფის ღონისძიებას, მათ შორის ყადაღის. ანუ თქვენ უნდა
თქვენ თუ გაქვთ მაგათ აღიარებულ საკითხს დავალება და გადევთ ყადაღა, შეგიძლიათ მიმართოთ შემოსავლების სამსახურის უფროს ან ფინანსთა მინისტრს და თუ დაასაბუთებთ რომ თქვენი ბიზნესისთვის არის დამღუპველი იმ პერიოდში ყადაღის დადება, თქვათ ვერ ახერხებთ თქვენების განსხვავებას, ბიზნესი გიჩერდებათ, ხელფასების გაცემას ვერ ახერხებთ და ეს არის აუცილებელი რომ მე თქვენ საგადასო დავალიანება დაფაროთ, ანუ ამ ყადაღის მოხსნა და ბიზნესის ამუშავება, ამ ქონების რეალიზაცია არის აუცილებელი რომ თქვენ დაფაროთ შემდგომ საგადასო დავალიანება, შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ ეს მექანიზმი, მიმართოთ შემოსავლების სამსახურს ან ფინანსთა მინისტრს და მოითხოვოთ ყადაღის გაუქმება კონკრეტულ ქონებაზე გარკვეული ვადით. ადრე ეს უვადოდ ხდებოდა ხომ, ეს კანონში არ არის ვადა გაწერილი და როგორც წესი ადრე ეს რეზოლუციით მოხსნას ვეძახით ამას. აი ხა რა ვადებთან და არის ეს ყველაფერი დაკავშირებული? იცი რა, კანონით რახან არ არის რეგულირებული, ხო ადრე ხდებოდა ხომ უვადოდ ერთხელ თუ გადაწყვეტ და სამსახურის უფროსი ან მინისტრი რომ ეს ყადაღა უნდა მოხსნოდა ამა თუ იმ კომპანიას, იყო მთელი ცხოვრება იყო ხომ ეს თავისუფალი იძულებითი ღონისძიებისგან. მაგრამ შეიცვალა ბოლო წლებში ეს აღარ არის და ნუ გონივრული ვადით ახლა რასაც განხილვა ხდება ინდივიდუალურად, ხო? შეიძლება 1 წელი მოგეცენ შესაძლებლობა, შეიძლება 6 თვე გააჩნია რა მიზეზით ითხოვ, ხო? თუ ითხოვ რომ რაღაცა ახლა 1-6 თვე მომეცი ამოვისუნთქო, ფეხზე დავდგე და მე დავიწყებ მე გადასახადების გადახდას და გავასწორებ ანგარის ბიუჯეტთან, ხო? შეიძლება 6 თვით მოხდეს, შეიძლება 1 წლით, შეიძლება 2 წლით. ინდივიდუალურად ხდება საკითხის განხილვა. კი ბატონო, ხო, ნუ ძალიან საინტერესო ჩვენ აღნიშნეთ წინა გადაცემაშიც ის ფაქტი, რომ შეიძლება დავის პროცესში იყოს კომპანია და მაინც უზრუნველყოფის ღონისძიების ფაქტი, ანუ დაედოს ყადაღა, ასე ვთქვათ, მის ქონებას, რაც თავისთავად რა პრობლემებსაც უქმნის, ზურამ აბსოლუტურად სწორად როგორც ახსენა, ანუ ჩვეულებრივად მუშაობ, ჯერ ესეთი დავა აღიარებული არ არის, ჩვენ განსხვავება ვთქვით, აღიარებულს გადასახადსა და არ აღიარებულს შორის, ხო? ანუ ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ურჩევთ, ესე ვთქვათ, ფარხმალი არ ჩამოყარონ და აუცილებლად მიმართონ იმასთან დაკავშირებით, რომ ფიზიკურად კომპანია ვერ ფუნქციონირებს, ეს არ არის ყადაღა რაღაც პირობითად მანქანაზე, რომლითაც შეიძლება თანამშრომელი უბრალოდ გადაადგილდება, ხო? ეს არის, ნუ, ძალიან ისეთ кейსი, რომ წარმოვიდგინო დეველოპერული კომპანია, რომლის ქონებაც გასაყიდიც არის პირდაპირ კავშირში მის შემოსავალთან და შესაბამისად ამის მოხსნაზე უნდა იზრუნონ, უნდა იფიქრონ და სწორედ ეგ არის, რატომაც ხშირად ვახსენებთ ხოლმე, რატო არის კარგი კონსულტანტთა მისვლა, შეუძლებელია ყველა ნიუანსის ცოდნა. შეიძლება ეს წაიკითხო, იცოდე პროცესი, პროცედურა, მაგრამ პრაქტიკაში არის ბევრი ნიუანსი, რომელიც უნდა გაითვალისწინო, რაღაც ანალიზი გაუკეთო, სტრატეგიულ დაგეგმარებას რაც შეეხება, მოისმინო პროფესიული რჩევა ელემენტარულად, რომ კარგად შეაფასო შემდგომი ნაბიჯები და არ აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, გამოუვალში, სადაც უკვე შეიძლება საერთოდ სავალალო შედეგებამდე გაკოტრებამდე და ასე შემდეგ მივიდეს კომპანია. კი ბატონო, აბსოლუტურად და ხო ესმაც დროულად დაიჭიროს თადარიგი და დროულად მოусმინოს პროფესიონალს მის რჩევებს და მის რეკომენდაციებს. რემარკა კი, ერთი საკითხი, მეოთხე საკითხი გამახსენდა, როცა შეგიძლიათ რომ ყადაღისგან გაითავისუფლოთ თავის არის, როდესაც კონკრეტული ქონების რეალიზაციას აპირებთ და თუ ამ თანხას, თუ შემოსავლების სამსახურს დაპირდებთ, თუნდაც წერილობით ის არის საუბარი, პირობას დადებთ რომ თუ ამონაგებ თანხას სრულად მიმართავთ ბიუჯეტში, ამ კონკრეტული ქონების რეალიზაციის საშუალებას გაძლევთ შემოსავლების სამსახური და ამ დროს დადებული ყადაღა უქმდება. აი მაგალითად, თქვათ გვინდა რაღაც კომერციული ფარტი გაქვთ და იმის გაყიდვა გინდათ. ხა ყადაღა ნიშნავს საკრძალვას, ხო? ან ნებისმიერი განკარგვის ღონისძიება იგრძელება, ანუ ვერ გადააფორმოთ. შანსი არ არის რომ გადააფორმო ვერც საჯარო რეესში, ვერც მომსახურების აგენტებში, რაც რეგისტრაციას ექვემდებარება, იმ ქონებას ვერ გააფორმებ. ვერ გადააფორმებ სხვაზე. მაგრამ თუ თქვენ წერილობით მიმართავთ შემოსავლების სამსახურს და მიიწათ ამ ქონების ღირებულებას, საექსპერტო ღირებულებას, ანუ იტყვით რომ თქვა აი ეს 100,000 ლარი და ამ 100,000 ლარს ამ ამონაგებიდან მთლიანად მიმართავთ ბიუჯეტში, ეს ყადაღა გაუქმდება. ავტომატურად უქმდება. რეალურად ბიუჯეტში ხდება კონტრიბუცია და ამის საფუძველზე საკითხი აგენტი. ის რისთვისაც ყადაღა იყო დადებული პრინციპში იმის უზრუნველყოფა. აი პირველი და მეორე მექანიზმი რითი განსხვავდება, რომ პირველი მექანიზმის რომ შენ ფული ბიუჯეტში არ შეეკავს, არავინ არ გეუბნება, გინდათ რომ ბიუჯეტში შეიტანე ფული. უბრალოდ გიუქმებს ყადაღას შემოსავლების სამსახურის უფროსი ან ფინანსთა მინისტრი, ხოლო მეორე შემთხვევაში იმ გიუქმდება იმ პირობით რომ შენ ამონაგებთ ახლა ბიუჯეტში შეიტანო. კი ბატონო, ეს განსხვავება მნიშვნელოვანია, კი ბატონო. მაგრამ ნუ როგორც წესი ბიუჯეტში ამონაგებთ ახლა შეტანა არ უნდა თქო, იმიტომ რომ ეს ფული სჭირდება თქო ან კომუნალური გადასახადების გადასახდელად ან ხელფასების გადასახდელად და ამიტომ ნაკლებად იყენებენ ამ. მოდი ახლა პატარა პაუზა გავაკეთოთ, რეკლამაზე გავიდეთ და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გავაგრძელებთ ამავე თემაზე საუბარს, ასე რომ დარჩით ჩვენთან და დაგვიყვებით.
ბრუნდებით პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ გამოშვებას ძალიან საინტერესო თემით და სტუმრებით და ესე იგი ორი საკითხი რომელითაც გვინდა რომ დღევანდელი გადაცემის მეორე ბლოკი გავხსნათ. კეთი, მესამე პირის კომპონენტი და ჩამოწერა ამ შემთხვევაში. აი ეს საკითხები და ძალიან საინტერესოა ამ მიმართულებით სამართლებრივი პრეფერენციები. რას გვეუბნება და ბატონი ზურას პოზიციაც ძალიან საინტერესოა. მაგრამ თქვენთან გადმოვალ ჯერ პირველი კითხვით. კი ბატონო, მესამე პირებზე რომ ვისაუბროთ, შეგვიძლია ერთი გადაცემა მიუძღვნათ საერთოდ ზოგადად ცალკე ამ თემას. მაგრამ ჩვენც ვახსენეთ წინა გადაცემაში მესამე პირებთან მიმართებაში, ანუ ერთ-ერთი რისკი, რაც არის, რომ გარდა იმისა, რომ კომპანიას, თქვათ, ერიცხება საგადასახადო დავალიანება, რა შეიძლება მოხდეს, პირველი კითხვა, რომელსაც სვავენ, ანუ დირექტორი როგორც წესი პირველ რიგში, რომ ხომ არ დამიჭერენ? პირდაპირ ეს კითხვა, რას ვიზავთ, ეს არის რეალობა. შემდგომ ანუ რითი ვარ პასუხისმგებელი, რა ხდება, როგორ ხდება და ვიცოდეთ, რომ კომპანიის ნაწილში არის რისკი იმისა, რომ არა მხოლოდ უშუალოდ კომპანიასთან დაკავშირებულ, არამედ შეიძლება იგივე ოჯახის წევრზე, ახლობელზე და დაკავშირებულ პირებზე გადავიდეს აღნიშნული პასუხისმგებლობა. უფრო მეტწილად ეგ სასამართლოს ანუ ზურასთან გადავიდოდი ამ კითხვით, როგორც მოქმედ საგადასახადო და იურიდიულ კონსულტანტთან ასევე მათ შორის და ძალიან დიდი პრაქტიკა აქვს სასამართლოში და რასთან გქონდა პრინციპში აქამდე შეხება უფრო დეტალურად რო გაგვიშალოს ზურა. კი ბატონო, გისმენთ ზურა. მოკლედ, აი მესამე პირებს რაც შეეხება, გვაქვს ესეთი რისკი, რომ შეიძლება საკაცო დავალიანების დაკისრება მოხდეს კომპანიის დირექტორზე, კომპანიის დამფუძნებელზე, მეც არ უნდა გაგვიკვირდეს, ხო, შეიძლება შეპესი ავარჩიოთ, რომ თქვა, შევზღუდოთ ჩვენი პასუხისმგებლობა მესამე პირთა წინაშე, მაგრამ კანონმდებლობა ითვალისწინებს, გამჭოლი პასუხისმგებლობა ქვია ამას, საკორპორაციო კანონმდებლობა ითვალისწინებს და ძალიან კარგად იყენებს საგადასახადო და სასამართლოშიც არის ამის პრაქტიკა. და მესამე შემთხვევა ეს არის, როდესაც ხდება ცრუმაგიერ პირად დასახელება კომპანიასთან დაკავშირებული პირების, თქვა შეიძლება იყოს დირექტორი, დამფუძნებელი, ბუღალტერი ან ურთიერთდამოკიდებული პირი, მაგალითად შულებელი კომპანია, დედა კომპანია, ან უბრალოდ კონტრაქტორი იყოს, თუ კი საგადასახადო ჩათვლის, რომ ეს პირი გამოიყენება გადასახადის გადამხდელის მიერ დავალიანების თავიდან ასაცილებლად და მუზნეყოფის ღონისძიებისგან თავის დასაღწევად, ასეთ შემთხვევაში მიმართავს საგადასახადო სასამართლოს და ითხოვს ამ პირების, ასეთი პირების ცრუმაგიერ პირებად დასახელებას, ანუ გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად, იგივე ალტერ ეგოს ეძახიან საზღვარგარეთ, ჩვენთან ცრუმაგიერ პირი არის ეს ტერმინია შემოტანილი. თუ კი სასამართლო მას ცნობს ცრუმაგიერ პირად, ხო, აი შემდეგ უკვე ცრუმაგიერი პირის მიმართ შესაძლებელია ნებისმიერი გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება იმ გადასახადის გადამხდელის დავალიანების ამოსახებად. მაგალითად, A კომპანიას თუ აქვს ვალი და B თუ დასახელდა მის ცრუმაგიერ პირად, A-ს ვალის გამო B-ს ქონებიდან შეიძლება უკვე გადახდევინება განხორციელდეს და ეს არის ძალიან დიდი რისკი. ხშირად იყენებს ამ საგადასახადო, ამას როდესაც თქვა A კომპანიას, ვისაც ვალი აქვს, დავალიანება აქვს, არ აქვს ქონება და სხვა უძლებითი ღონისძიებების გამოყენება არაეფექტურია. ხო, ახლა ფული თუ არა აქვს, შემოსავალი არა აქვს, რომ ინკასო დაადოს, ქონება არა აქვს, რომ ყადაღა დაადოს, აუქციონზე გაყიდოს, რა გააკეთოს. ხო, ახლა საგადასახადო. იმის ნაცვლად რომ ხო არ დაელოდება ახლა და თქვა როდის გაუჩნდება მას ფული და შეიძლება მას არც გაუჩნდეს ეს კომპანია, შეიძლება საერთოდაც მოკლა ხო გააჩერა კომპანია და ამ დროს უკვე იყენებენ ამ მესამე პირებზე გადასვლის მექანიზმს, რასაც ქვია ცრუმაგიერობა და ცრუმაგიერობას აქვს ერთი ძალიან საშიში და სახიფათო თვისება, რომ როდესაც შუამდგომლობით შედის საგადასახადო სასამართლოში, ეგრევე შუამდგომლობის შეტანასთან ერთად ყველა იმ პირზე, ვინც არის მოაზრებული, რომ ცრუმაგიერ პირად უნდა დასახელდეს, უпроსტოდ ვინც დასახელდა ცრუმაგიერობის კანდიდატად, ყველაზე ხდება გირავნობა იპოთეკის გავრცელება. საგადასახადო გირავნობა იპოთეკის უფლების გავრცელება ყველა პირის უძრავ ქონებაზე. ანუ ეს არის რეალურად ცუდი რა. შეიძლება შუამდგომლობა უსაფუძვლო იყოს, საერთოდაც არ დააკმაყოფილდეს, მაგრამ ამას ხო შეიძლება ამას ხო რომ ჭირდება 1-2 წელი ჭირდება, ხო სასამართლომ განიხილოს და თქვას რომ არა ეს უსაფუძვლო თქვენი შუამდგომლობა, ეს პირი არ არის მისი ცრუმაგიერი პირი, მაგრამ და პასუხისმგებლობის თვითი გადადის თავიდან ბოლომდე, მე უზრუნველყოფილი პასუხისმგებლობა გადადის მათზე. მთელი ამ განხილვების პროცესში ამ ცრუმაგიერ პირებად დასახელებულ პირებს, ანუ კანდიდატებს გირავნობა იპოთეკა აქვს გავრცელებული და ხშირად ყოფილა რომ ეს პირები ასაჩივრებენ ხოლმე, იმიტომ რომ ზოგ სახლის გაყიდვა უნდა ელემენტარულად და ვერ ყიდეს, ეხლა ვინ იყიდეს, ხო ხლა გირავნობა იპოთეკა. აი რამდენად ხშირად ხდება ხოლმე ამ პრაქტიკისადმი მიმართვა, აი ამ რისკების კომპონენტების და დათქმების გათვალისწინებით. ცრუმაგიერობაზე გულისხმობთ?
ცრომაგერობაზე გადასვა ძალიან ხშირად ხდება კი. ანუ როგორც კი შეაწყობს საგადასახადო ორგანო, რომ ქონება არა აქვს გადამხდელს, ანუ ინკასოთი ვერ მოაქვს თანხა, ყადაღადა აუქციონი არა ეფექტური, იმიტომ რომ ქონება არ აქვს, პრაქტიკულად ყველა დანარჩენ შემთხვევაში უკვე იწყებენ ცრომაგერობის მექანიზმის გამოყენებას. მე არ ვიტყვი რომ ვერ ვიტყვი რომ ყოველთვის საფუძვლიანად, იმიტომ რომ სტატისტიკა სასამართლო სტატისტიკა გვიჩვენებს რომ ხშირად აგებენ ამ დავებს საგადასახადო წარმომადგენლები, საგადასახადო ორგანოები, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ტვირთია, ზამძიმე ტვირთი არა გადამხდელისთვისაც და მასთან დაკავშირებული პირებისთვისაც, ხო, ჯერ ერთი გირაუნება იპოთეკის უფლებას გადებენ, გივრცელებენ, მერე შეიძლება ყადაღა როგორც საჩილის უზრუნველყოფის ღონისძიებაც იქნეს გამოყენებული დამატებით, იშვიათად, მაგრამ მაინც ამას ეს თეორიულად ესე შეიძლება იქნეს გამოყენებული და მესამე მე ადვოკატი გჭირდება ელემენტარულად რომ ვიღაცა კვალიფიციურად დაგიცვას და სასამართლომ არ გწნობს რომ აგებინათ, ხო? აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია ზურა, ანუ და რატო? სამწუხარო რეალობა არის, რომ ხდება ხშირად, როგორც ზურა მახსენა და აბსოლუტურად ვეთანხმებ, რომ სტატისტიკა როგორც გვიჩვენებს სასამართლო რომ აუქმებს, ანუ აი ეს ნაკლია, რომ საგადასახადო თუ ამბობს, რომ კიო და შეაქვს სასამართლოში უკვე ვრცელდება ეს შემზღუდველი ღონისძიებები, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ხშირი არის, რომ არ უკმაყოფილებს შემოსავლების სამსახურს ამ შუათქმულობას. მაგრამ აქ ზუსტად ეს არის სტატისტიკაში სანახავი, როდესაც შედის წინაპირობა მარტო ის არ შეიძლება იყოს, რომ ის გადამხდელი, ვისაც დავალიანება აქვს, ვერ იხდის ფიზიკურად, ხო? ანუ ცრუმაგერობის შინაარსი, ესეც ცოტა პატარა მაგალითით რომ გავშალოთ ყოფით ცხოვრებაში, ხო? დაუშვათ კომპანია, რომელსაც აქვს უტრირებულად გამარტივებულად ვიტყვი, რაღაცა ერთი მსხვილი დიდი აქტივი. დაუშვათ შენობა აქვს, ხო? პოტენციურად იცის და რაღაც მოლოდინი აქვს, რომ ექნება პრობლემები გადახდასთან მიმართებაში და ექნება საგადასახადო დავალიანება. დგება და ასხვისებს, ჯერ არაფერი არ აქვს დარიცხული, ასხვისებს ამ ერთადერთ დიდ აქტივს, რაც აქვს, ხო? აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ აუცილებლად მამიდაშვილ ბიძაშვილზე გაასხვისოს, ანუ შეიძლება სრულიად იურიდიულად დამოუკიდებელი მხარე იყოს და შემდგომ, ანუ რჩება გადახდის უნარო იმ ნაწილში, რა ნაწილშიც დაერიცხება საგადასახადო დავალიანება, ხო? ანუ ასეთი ფაქტის არსებობისას, როდესაც ისტორიულად ხდება, რომ აი ორ თვეში უკვე მოხდა გადასახადის დარიცხვა და ხო გადაიხდიდა, იმიტომ რომ თუნდაც ის შენობა რომ გაეყიდა და ვალის ამოღების მექანიზმი ჩართულიყო, იქნებოდა გადახდილი საგადასახადო დავალიანება და ამიტომ არის გონივრული ეჭვი იმისა, რომ გასხვისება მოხდა სწორედ იმიტომ, რომ არ გადაეხადა შემდგომ ბიუჯეტში. ანუ ეს უკვე ერთგვარი საფუძველი და ინდიკატორია იმისა, რომ ემზადებოდა გადამხდელი არაკეთილსინდისიერი საქციელი იყო, ასე ვთქვათ და მოხდა ამის გასხვისება, მაგრამ როდესაც მსგავს ფაქტს, ნუ ეს უტრირებულად ერთი მაგალითი მოვიყვანე, ასე ვთქვათ, მსგავს ფაქტს ან ფაქტებს არ აქვს ადგილი და მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ იხდის კომპანია გადავიდეთ, რაც ხშირად ხდება სამწუხაროდ პრაქტიკაში, გადავიდეთ დანარჩენებზე და აი იქ ჩაირთოს ეს უზრუნველყოფის ღონისძიებები და შემზღუდველი ღონისძიებები, ხო? ნამდვილად არ მიგვაჩნია სამართლიანად სწორად და ძალიან დიდი წნეხი არის და დარტყმარის ბიზნესში, რომელიც საერთოდ შეიძლება დაკავშირებული არ იყოს იმ კონკრეტულ პრობლემასთან, რა პრობლემის წინაშეც დადგა ის დავალიანება არსებული გადასახადის გადამხდელი. კი ბატონო, და ხო, ნუ ძალაუფლებურად მე ჯოხით ხდება მასზე, რომელიც კონკრეტულად არანაირ კავშირში შეიძლება სპეციფიკასთან არ იყოს. ზუსტად რჩება 5 წუთი და აი ამ 5 წუთში მე მინდა უკვე აი ძირითადი სარეკომენდაციო ველის ნაწილი გავშალოთ და აი ამაზე ვისაუბროთ. სხვათა შორის სამართლებრივ ნაწილში, ეხლა ჩვენ ძალიან ბევრი кейსი გვაქვს სხვადასხვა მიმართულებებით და მე აქვე გამოვდივარ ინიციატივით, რომ Grant Thornton საქართველოს რუბრიკაში ბატონ ზურასთან ერთად აი სამართლებრივი პრეფერენციები სხვადასხვა მიმართულებებით კიდე არაერთხელ გავაჟღეროთ. იქ შეგვიძლია ვისაუბროთ თუნდაც იგივე არბიტრაჟის კომპონენტზე, მედიაციის ნაწილზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ძალიან ბევრი თემატიკის სპექტრი არის და აი ყოველთვის მადაჭამაში მოდისო როგორც იტყვიან, ანუ აი საინტერესო თემა ყოველთვის აჩენს ინტერესს, რომ აი სხვადასხვა მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრეფერენციები გავავრცოთ პირდაპირ ეთერში და დიდი სიამოვნებით უმასპინძლებთ ამ ყველაფერს. ეთი ნელ-ნელა გადავიდეთ უკვე და ბატონო ზურა გადავიდეთ უკვე რეკომენდაციების ველზე და საბოლოო ჯამში წავიყვანოთ მე უკვე ჩვენი გადაცემა ფინალისკენ. კი ბატონო, ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჩამოწერასთან დაკავშირებით გვინდოდა და ბატონ ზურას თხოვრო დაუბრუნდეს ამ ჩამოწერის ნაწილს, იმიტომ რომ ერთ-ერთი რეკომენდაციის ნაწილში შეიძლება გავითვალისწინოთ ეს, რომ დავასრულოთ, ამოვწუროთ ეს თემა მაინც ამ ჩამოწერის ნაწილში. კი ბატონო, ჩამოწერასაც შეეხება
საგადასახადო კოდექსში ძალიან ბევრი საფუძველი არსებობს დავალენების ჩამოწერის, მაგრამ როგორც წესი, მათი უმრავლესობა, უმეტესობა ეხება უმოქმედო კომპანიებს, ანუ რომელიც გაჩერებული არის და ზოგიერთ წინაპირობა აქვს, რომ გაჩერებული იყოს კომპანია და ზოგიერთ წინაპირობა არის, რომ უბრალოდ პირობა კი დათქმა არის, რომ მე თუ განაახლა საქმიანობა ჩამოწერილი ვალი აღუდგებაო. მოგეთ ასეთ ჩამოწერებზე არ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ეს ხარ კომპანიებს რა ბენეფიცები, რა შეღავათებთ, ის არ გვაინტერესებს. სულ ორი ტიპის ჩამოწერა გვაქვს საგადასახადო კოდექსში, რომელიც ცოცხალ კომპანიას ეხება. პირველი ეს არის, როდესაც პირის დარიცხული აქვს საგადასახადო დავალიანება, რომელიც არ არის აღიარებული. ამ დავალიანებაზე არ აქვს წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნა და აწი ვეღარც წარუდგენენ, იმიტომ რომ გასულია 3 წლიანი ხანძარზმულობის ვადა. ერთი ეს შემთხვევა არის, როდესაც იგი დაგარიცხა საგადასახადო მოთხოვნა ვერ წარგიდგინა 3 წლის ვადაში და აწი ვეღარ წარგიდგეს, იმიტომ რომ გასულია მის ვადა. ასეთ შემთხვევაში ასეთი დავალიანება ექვემდებარება ჩამოწერას. დღეს უკვე ნაკლებად ხდება, იმიტომ რომ სულ გაციფრულებულია ყველაფერი მოთხოვნის წარდგენაც, გამოქვეყნება ხდება ყველა შემთხვევაში და გაითვალისწინო ასევე გადამხდელება, რომ გამოქვეყნებულს უკვე გაცნობის ტოლფასი ძალა აქვს. შეიძლება თავის გადასახადის განხდელის ვებგვერდზე არ გახსნას შეტყობინება, ან არ მოუვიდა შეტყობინება, მაგრამ უნდა ამონიტოროს გამოქვეყნებული ხომ არ არის შემთხვევით, იმიტომ რომ შეიძლება ჩაბარებული. ამის იმედზე არ უნდა იყოს გადამხდელი, მოდი ახლა პოსტას არ ჩავიბარე, პოსტით აღარც აგზავნიან. პირდაპირ წერია, რომ გეგზავნება RS-ზე, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე და ერთ თვეში თუ არ გაეცანი, მე გიქვეყნებენ საგადასახადო მოთხოვნას საჯარო გამოქვეყნება ხდება. ასე რომ ახლა ის რომ მოდი მე RS არ გავხსნი ან პოსტას არ ჩავიბარებ, ეს არ არის გამოსავალი და უნდა ვიცოდეთ, რომ აუცილებლად მოკეთ დღეს აღარ პრაქტიკულად მაგ მექანიზმ ჩამოწერის ეს მექანიზმი აღარ მუშაობს, იმიტომ რომ უკვე მოთხოვნის წარდგენა და ჩაბარება მარტივად ხდება. და მეორე ეს არის, ოდესაც გადახდის უნაროს პროცესი არის დაწყებული, თუ გაკოტრების პროცესი არის ახსნილი, გაკოტრების დროს იყიდება ქონება, ხო ვიცით ხო, რომ გაკოტრების მასა იყიდება, რეალიზებული ამონაგებით თანხიდან ნაწილდება კრედიტორებს შორის და ამით თავდება პროცესი. მაგრამ თუ გაიყიდა მთლიანი ბიზნესი, ანუ არა ცალ-ცალკე აქტივები, არამედ მთელი ბიზნესი თუ გაიყიდა და ერთიანი საწარმო კომპლექსის სახით მოხდა მიწოდება, უკვე შემძენ შეუძლია ან ქონება გადმოიფორმოს და ქონების მასაკუთრი გახდეს, ან წილი გადმოიფორმოს. თუ გაკოტრების რეჟიმში ყოფის საწარმოს მთელი ქონება თუ იყიდა რაღაცა, ხო? აუცილებელი არ არის რომ ქონება იყიდო. შეიძლება პირდაპირ წილი იყიდო ამ დროს და გადაარჩინოს თქვა საწარმო გააგრძელებს ფუნქციონირებას და აი ამ დროს უკვე ხდება ამ საწარმოს მიმართ დარიცხული საგადასახადო დავალიანების განულება, ხო? ამიტომ რა ცხადია, ის უნდა ამოშლილიყო რეესტრიდან, ახალი კომპანიაზე უნდა გადასულიყო ეს ქონება და ამისგან თავის არიდების მიზნით რომ გააგრძელოს ძველმა სუბიექტმა, ძველმა ბიზნესმა ფუნქციონირება. ეს მექანიზმი არის გაკოტრების გადახდის უნარობის შესახებ კანონში და ნუ საგადასახადო კუთხითაც არის ეს შეღავათი, რომ კი ბატონო. ძალიან დავლება ნულდება. ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ღირებული და ძალიან მიხარია სხვათა შორის რომ არ დაგვრჩა ეს აი უკმარისობის გზობა, იმიტომ რომ აი ძალიან ბევრმა ჩვენმა მაყურებელმა მოიწერა მაშინ, ანუ ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა და ჯერ ეხლა თემა მიუხედავად ისა რომ ამოუწურავე არის, ჯერა რომ აი დილის ფორმატში შევძელით რომ გარკვეული ფუნდამენტური საკითხებისთვის გაგვეცა პასუხები და დიდი მადლობა თქვენ ამისთვის უპირველეს ყოვლისა. მე კიდევ ერთხელ რჩები ჩემ ინიციატივაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც აი ბიზნეს სამართლებრივ პროცესებში ჩვენი ტრიბუნიდან ვარკვევთ ხოლმე ჩვენს მაყურებელს და ეს ტრადიცია აუცილებლად შევინარჩუნოთ და დიდი სიამოვნებით კიდევ არაერთხელ დიმას პინძლებთ პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა. Grant Thornton საქართველოს რუბრიკა მიმდინარე კვირაში გელით ასევე ძალიან საინტერესო ფორმატში წარმატებულ პოზიტიურ დღეს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.